მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების და კატარის ოფიციალურმა პირებმა ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაადასტურეს, ღაზის სექტორში მოქალაქეები გადაწყვეტილების აღსანიშნად გამოვიდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს და ასობით ტყვეობაში მყოფის გათავისუფლებას გულისხმობს. 6 კვირიანი მშვიდობის ფანჯარა შესაძლებელს გახდის 15 თვიანი ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც. როგორც იქნა შემიძლია ცეცხლის შეწყვეტა გამოვაცხადო. ისრაელსა და ჰამას შორის მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა. 15 თვეზე მეტხნიანი კონფლიქტი 7 ოქტომბრის სასტიკი ხოცვა-ჟლეტით დაიწყო. 15 თვეზე მეტი ხანია ისრაელელი ხალხი და უდანაშაულო ადამიანები ღაზაში ტერორში ცხოვრობენ. ღაზაში ბრძოლა შეწყდება და მძევლები მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. შეთანხმება 3 ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ფაზა 6 კვირა გაგრძელდება და ღაზის დასახლებული ტერიტორიების ისრაელის ჯარებისგან სრულად დაცდას. ისევე როგორც ჰამასის მიერ მძევლად აყვანილების გათავისუფლებას გულისხმობს. მათ შორის მოხუცებისა და დაჭრილების. ანალიტიკოსები მოელიან, რომ საბრძოლო მოქმედებებში თავდაპირველი 6 კვირიანი პაუზის შემდეგ ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიც დაიწყება. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას მოუწოდებს მიიღოს შეთანხმების პირობები და მძევლები სახლში დააბრუნოს. ეს კრიტიკული საათებია. მრავალი ასეული დღეა ჩვენს დებს და ძმებს ტყვეობაში აწამებენ მკვლელი ტერორისტები. მას შემდეგ, რაც ისრაელის სახელმწიფომ ვერ შეასრულა საკუთარი მოვალეობა, ყველაზე ძირეული შეთანხმება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის და ვერ დაიცვა ისინი. ხარს მიჯერ პრემიერ-მინისტრს და მომლაპარაკებელთა გუნდს მოუწოდებ ისრაელის სახელმწიფოს მიიღოს პირობები, დაამტკიცოს შეთანხმება და დააბრუნოს სახლში ჩვენი შვილები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ მიმართვა გაავრცელა ჰამასის მთავარმა მომლაპარაკებელმა ხალილ ალ-ჰაიამ. მისი თქმით, ღაზის სექტორი ახალი ეტაპის წინაშეა. აგრესიის დაწყების დღიდან ოკუპანტი წინააღმდეგობის ჩახშობას, ჰამასის განადგურებას და სამხედრო ძალით ტყვეების დაბრუნებას ცდილობდა. მათ სურდათ რეგიონისთვის შეეცვალათ სახე, გაენადგურებინათ პალესტინა, შური ეძიათ მის ხალხზე. ახლა ჩვენი საამაყო ღაზა ახალი ეტაპის წინაშე დგას, მშენების, ნუგეშისცემის, აღდგენის, სოლიდარობის და თანაგრძნობის ეტაპის. ამით ჩვენ დავუდასტურებთ მსოფლიოს, რომ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელსაც სურს შენება და არა ნგრევა. სურს აღოდგინოთ ის, რაც ოკუპაციამ გაანადგურა. მიუხედავად ამისა, ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმებს კვლავ განაგრძობს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობების თანახმად, უახლეს არაკეტო თავდასხმას უმცირე 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ მისი კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ დაამტკიცებს მანამ, სანამ ჰამასი არ დაიხევს უკან. იგი ჰამას დამატებით დათმობების მიღების მიზნით ბოლო წუთს კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. ბოლო 15 თვის განმავლობაში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს 46,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, მათი ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან.